მეტრო გოლდვინ მაიერს სამოფარებული მოსფილმი წარმოგიდგენთ. ჩინოვნიკის ცოლის და პიქჩერსის და დაგნეინებული 20th century-ის ერთობლივი ნაწარმოები. ერთი ჯადოქრის ისტორია, რომელსაც ქვეყანა საერთოდ არ ადარდებს. ჰარი ჰარალე პოტერი. 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ჰარი პოტერი და ქვეყნიდან გააგდო ჩქარი პოტერი. კეთილი ჯადოქარი ქვეყნის დასახსნელად თავის გუნდთან ერთად ცოცხებით მოფლინდა. კეთილი ჯადოქრების მეგობრები არიან ჰერმიონა ბესელია, გია ვიზლი, ჰაგრიდ ჯეჯელავა და ზაქარია ქუცნაშვილი. ჰარი ჰარალე პოტერმა საოცარი ჯადოქრობა გაუკეთა ქალაქ თბილისს. ხალხს დავით ნარმანია მერად თავისივე ხელით აარჩევია. კეთილი ჯადოქრისგან ყველა მისწავლა ჯადოქრობა. მარტო ადამ არშანია დარჩა მჩხიბავა. მას აგრეთვე ხავს ახალგაზრდა შეგირდი, მეტსახელად ფილოსოფიური თმა. თავისი საქმიანობით ჰარი ჰარალე პოტერმა ღმერთი განარისხა. ღმერთმა კი ქვეყანას სასჯელი მოუვლინა. ემზარკვიციანიც პატარა ჯადოქარია. 9 ჯერ ამოჭრეს ფილმიდან, მაგრამ მაინც მონაწილეობს. ჰარი ჰარალე პოტერი, ფილმი, რომელსაც აღებული აქვს რუსული დათვის პრიზი ოქროს ბაბაია და ოქროს პალმის რტო, რომელიც გადატანის დროს გადაუტყდა. ჯადოსნური დაპირისპირების ეკრანიზაცია. ჰარი პოტერსა და პრეზიდენტს შორის დიდი აბრაკადაბრა მიდის. უფრო სწორად, აბრაკა პრეზიდენტი ბიძინამ დაბრაკა. ვინ გაიბარჯვებს საბოლოოდ? ვის დარჩება ძალაუფლება? მალე საქართველოს კონსტიტუციაში.